აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაერთიანებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მწერალ გური ოტობაიასა და რამაზ გახოკიძის პუბლიცისტური წიგნების პრეზენტაციებიც. გამოცემები საქართველოს ერთიანობის, აფხაზეთის საკითხისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობას ეძღვნება. პრეზენტაციას კულტურის, აკადემიური წრეებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოუწყებამ წარადგინა ანგარიში საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების წინაშე ჰქონდა შესაძლებლობა და პატივი რომ ეს ანგარიში ყოფილიყო ინტერაქტიული, მათ შორის ძალიან საინტერესო დისკუსია ჩვენი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და გარდა ჩვენი სამეცნიერო საქმიანობის ანგარიშისა ჩვენ ასევე შევეცადეთ რომ კულტურულ ნაწილთან შევხებოდით და წარმოგვიდგინა ორი არაჩვეულებრივი ნაშრომი, ნამუშევარი, ბატონი გური ოტობაიასი, ბატონ რამაზ გახოკიძის შეიძლება ითქვას უნიკალური ნაშრომები, უნიკალური ნაწარმოებები, რომელიც ეხება აფხაზეთს. ეს იყო კიდევ ერთი ნიმუში გაერთიანებისა ჩვენი აი ამ ორი ძირძველი ხალხისა აფხაზებისა და ქართველებისა. საერთო კულტურულ დონეზე ვნახე მე ესე იგი ქართველი ერის განვითარების გზა და მივხვდი რომ ერთ-ერთი გზა არის ეს. ჯერავს რომ ძალიან მალე ჩვენ შევართ აი იმ ზღაპრულ რეალურ სამყაროში, რასაც ქვია ჩემი, თქვენი, ჩვენი აფხაზეთი. ერთ წელიწადში ორ რომანს წერენ. მე კიდევ 42 წელიწადში გავასრულე პირველი რომანის სიცოცხლემიშვილი. დაახლოებით 14 წელიწადში მეორე და მესამეც მოვახერხე. წერლობა ქვის ტეხის, ქვის სამტეხლოს ხელოვნებას შეიძლება ედრებოდეს. ყველაზე მძიმე ჩემთვის აფხაზეთია.